როცა ღამე ყველაზე ბნელია, სწორედ მაშინ უნდა მოვეჭიდოთ ჩვენს კომპასს. და ეს კომპასი ორი სახელმწიფოს პრინციპია. 7 ოქტომბერს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი თავი დაიწყო. ყველაფრთან ხვდებით, რომ ღაზაში ტრაგედია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს. მაგრამ ომის დასრულება შესაძლოა საკმარისი არ იყოს, თუ მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ იქნება. ორი სახელმწიფოს პერსპექტივა რეალისტური რომ აღარ იყოს დაუშვებელია, რადგან ერთადერთი რეალისტური სამშვიდობო გეგმა სწორედ ეს პრინციპია. უსაფრთხო ისრაელის სიცოცხლის უნარიანი პალესტინის სახელმწიფო და ჰამასის საფრთხის მოხსნა. ომის დაწყების შემდეგ ევროპა პალესტინის ავტონომიის სასიცოცხლო რგოლად იქცა. ჩვენ შევქმნით უნიკალური და უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი 1,6 მილიარდი ევროს ოდენობით. მაგრამ დღეს, როცა პალესტინის ავტონომიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ყველა მეტი უნდა გავაკეთოთ. ამიტომაც ვქმნით დონორთა ჯგუფს პალესტინისთვის. პალესტინის მომავალი სახელმწიფო სიცოცხლის უნარიანი უნდა იყოს. მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და ამის მიღწევა პალესტინელთა მეზობლების მხარდაჭერითაც შეიძლება. ჩვენ, ევროპელები, სხვა დონორებთან ერთად შევქმნით სპეციალურ ინსტრუმენტს ღაზის რეკონსტრუქციისთვის. ღაზა უნდა აღდგეს, პალესტინის ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს და გთავაზობთ ყველა ერთად ჩავერთოთ ამაში. რა თქმა უნდა, საბოლოოდ მხოლოდ ისრაელსა და პალესტინელებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მომავლის გზაზე, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, შეგვიძლია აღვადგინოთ და რაც მთავარია, იმედი შევინარჩუნოთ.